ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ახლა. ანაკლის ღმაწლოვანი ნავსადგურის, საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების, ჰიდროდინამიკური ზეგავლენის შეფასება მიმდინარეობს. ქალაქ კოპენჰაგენში ანაკლის პორტში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირება ჩატარდა. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც დადასტურდება ტალღმტეხელის ისეთი მოდელი, რომელიც ანაკლის ნავსადგურში აშენდება. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდროდინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხის მოდელზე, სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით. აღნიშნული ხორციელდება მოწინავე ჰიდროტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგცემს მივიღოთ ანაკლის ღმრაწლოვან ნავსადგურში მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროში გემების შემოსვლა, გასვლას და ოპერირებას. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნულ კვლევას ახორციელებს მსოფლიოში მოწინავე კომპანია DHI, რომელსაც აქვს ამ საქმიანობაში 60 წლიანი გამოცდილება და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. დანიაში მიმდინარე ლაბორატორიული ტესტირების პროცესს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია ახორციელებს. ტესტირების პროცესში მიმდინარეობს ტალღის გადაცემის კვლევა, თუ როგორ მოძრაობს ტალღები ანაკლის ტერიტორიის წინა ღრმა კანიონიდან და როგორ მოქმედებს ეს პორტსა და სანავიგაციო არხებზე. კონკრეტულად ამ ვიზიტის ფარგლებში იმართება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირება, რომლის მიხედვითაც მოხდება ტალღმტეხელის ტალღის მიმართ მდგრადობის შემოწმება. ტესტირება გასტანს რამოდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა და საბოლოო ტესტირების დასრულების შედეგად პროექტირებისთვის ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთი მოდელი დადასტურებული და ტესტირება ჩაბარებული, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლის ნავსადგურში. დანიაში ანაკლის სპორტის პროექტთან დაკავშირებით ვიმყოფებით. ჩვენი აკყოფნის მიზანი ანაკლის ირგვლივ ახალი ტალღის მჭრელის დიზაინის მართლზომიერების დადასტურება და ოპტიმიზაცია. თვალს ვადევნებდით ტალღის გადაცემის კვლევას, როგორ მოძრაობს ტალღები ანაკლის ტერიტორიის წინ, ღრმა კანიონიდან და როგორ მოქმედებს ეს პორტსა და სანავიგაციო არხებზე. გამოცდები დაკალიბრებისა და პროექტის დიზაინის მართლზომიერების დასაბუთების პროცესის ნაწილია. ეროვნული მნიშვნელობის პროექტი ქვეყანას ახალ შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის. გაიზრდება გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა, რაც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს. ანაკლის ღმაწლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ იანდენუვის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს ფილიალის დირექტორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პროექტის მასშტაბსა და მის მნიშვნელობაზე. ეს არის ანაკლის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. მოგიწვიეთ ყველა აქ დანიაში, რათა თავად ადევნოთ თვალი რეალურ სიმულაციურ გამოცდებს. ანაკლის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ბადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს. სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სტრატეგიული ობიექტის საკონტროლო პაკეტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. ეროვნული მნიშვნელობის პორტი იქნება ის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დამატებით სტიმულს მისცემს. ანაკლის ღმაწლოვანი ნავსადგურის შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.